გუნდის კაპიტანი, ამაზე კიდევ მოგვიანებით. ნომერი 1 დავით კერესელიძე გუნდის კაპიტანი სწორედ ის გახდა. 29 ნომერით არის აბდულმალკი კოლატუნჯი, 3 რუბენ კომპაურე, 14 გიორგი ჯალაღონია და ძალიან კარგ ხასიათზე ხვდება წყალტუბოს სამგურალი, შეიძლება ამის თქვა აი ამ დაპირისპირებას. ტორპედო აქტიურად იყოს ჩართული. საკმაოდ ჭიდრო კალენდარია გუნდებისთვის და დიდი სკამია ყველა ვარიანტში საჭირო. აქ შეცდომა ამ ეპიზოდში კარგი შანსი აქვს სებოლინიას სრუმოძრაობა. მოატყვა კერესელიძე ჩაწოდება და ოლატუნჯი გამოიტანა ბურთი. რა კარგი მომენტი იყო. შეყილაძისკენ იყო მიმართული. შეცდომა ამ ეპიზოდში ბურთი რჩება დილას ფეხბურთელებს დარტყმა. რა მაგარი გოლი გავიდა 1-0 გორის დილა დაწინაურდა შესანიშნავი დარტყმა ბლანკსონ ანოფის და მასპინძლები გადიან წინ მე-15 წუთზე. შეცდომა ისევ წყალტუბოს სამგურალის მცველის დაკარგა ბურთი ანოფი ძალიან კარგი იყო დარტყმა და ანგარიში ხდება 1-0. ბლანკსონ ანოფი გოლის ავტორი დღევანდელ დაპირისპირებაში მე-15 წუთზე. დაკარგა ამ ეპიზოდში ბურთი ვინისიუს ვიანამ და საბოლოოდ აი ესეთი გოლიც ნახეთ ანოფის დარტყმა და კუტალაძემ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი. უკეთ თამაში მართებდა სამგურალის მეკარესაც. ანოფის კარგი დარტყმაც აღნიშნოთ. 1-0 იგებენ გორელები დღევანდელ შეხვედრაში. განარჩევი გუნდის ავტორია ბლანკსონ ანოფი ნომერი 17. იას გადაცემა, ასე ისე დამაჯერებელი იყო კაბიას პასი. ბურთთან წყალტუბოელები დარჩნენ, ლაშა კვარაცხელია, კარგად თამაშობს, პასიც გააკეთა, გრძელდება იერიში. ნახოთ აბა ჩაწოდება საჯარიმოში, ოლატუნჯი გამოიტანა დარტყმა. კერესელიძე შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში ლაშა შერგელაშვილის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა თავისი გუნდი კერესელიძემ. შვენიერი დარტყმა იყო მართლაც. კაბია ველოდებით არბიტრის სასტვენის ხმას გაისმის ცოტნე სამსონაშვილი სასტვენის ხმა 1-1 ველისოლმა გაათანა ბრა ანგარიში წონასწორობა აღადგინა ბრაზილია ისევ ფარულავა მიიღო ბურთი კარგი იყო პასი ანოფის მიმართულებით შეყილაძეზე რა მაგარი გოლი კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გავიდა აქ სამგურალის კარში შოთა შეყილაძე გოლის ავტორი პასი ძალიან მაგარი და შეყილაძის აი ესე ჰაერიდან დარტყმა ანგარიში ხდება 2-1 გორის დილას სასარგებლოდ ტაიმი მაინც მოიგეს გორელებმა პასი გააკეთა თუ არ ვწდები ალიუნე ტალი არა ბლანკა მერე უკვე შოთა შეყილაძემ ჰაერიდან ესე ბურთის მიწაზე დაუშვებლად მართლაც ძალიან მაგარი ბურთი გაიტანა სამგურალის კარში 2-1 ტაიმი დასრულებულია 2-1 გორის დილას სასარგებლოდ გავდივართ შესვენებაზე და სულ მალე დაგიბრუნდებით სუპერ გოლს კი გიტოვებთ გამეორებაზე იერიში ფარულავას გადაცემა სანიანგი საჯარიმოშია დარტყმა კუტალაძემ აიღო ფარულავას მიუვიდა ბურთი დარტყმა დაიბლოკა გრძელდება შეტევა თედოკი კაბიძემ ორი გიმცდელობა ჩაწოდება საჯარიმოში შეყილაძე დუბლთან ახლოს იყო შოთა შეყილაძე თუმცა 4-4-ზე არიან სამგურალის ფეხბურთელები ველისოლმა უფრო უნდა იაქტიუროს სრუმოძრაობა პასი საჯარიმოში ცეცხლაძე მიიღო ბურთი ორი ფეხბურთელი მის წინააღმდეგ ცეცხლაძე დარტყმა ცეცხლაძე ბურთი დარტყმა 2-2 სამგურალმა გაათანა ბრა მეორე ტაიმის სტარტზევე ორი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა გორის დილას უსელიანი მენთეშაშვილის გადაცემა გოცირიძე ისევ მენთეშაშვილი ბურთთან შორიდან დარტყმა თუ იქნება დარტყმა და კუტალაძემ აიღო ეს ბურთი ზოლა ბურთისთვის და ჯარიმა შეტევაში გოცირიძე გადაცემა ჩაიჭრა ჯეფინიოს პასი და სწრაფი შეტევის შანსი კლაუდიო სებოლინიაზე გადაცემა სებოლინია კომპაორია მის წინააღმდეგ გრძელდება სამგურალის იერიშ სებოლინია საჯარიმოში სრუმოძრაობა პასი 3-2 ვინისიუსი გოლის ავტორი 99 წუთზე წყალტუბოს სამგურალი გადის წინ უსლით პასი აი ის სასფინაო სასწვენის ხმა წყალტუბოს სამგურალმა მოახერხა გამარჯვება